მოგესალმებით. გილოცავთ ახალ 2025 წელს. და იმ მშვიდობის, სიყვარულის და ერთმანეთზე ზრუნის წელი დაგგვებოდოს თითოეულ ჩვენგანს. დღეს ჩვენმა ყურებელს განსაკუთრებული გადაცემა მოვუმზადეთ, რომელსაც წარუძღვებით ანა მარია სვანიძე და ვაჟა ვაშაყმაძე. დღევანდელ გადაცემაში თქვენი მოგზაურებთ ბუნების სიახლოვეს. გაიცნობით უსაყვარლეს არსებებს, რომლებსაც ჩვენი სიყვარული და ზრუნვა სჭირდება. ჩვენ ვყოფებით ზოოლოგიურ ცენტრში, რომელიც ხვარი ჭამეაში მდებარეობს. აქ ნახავთ საქართველოში გადაშენების პიასკოპ, მურადად სრუხქელს, მელიას და მიუსაფარ ძაღლებს. ჩვენი მიზანია საზოგადოების ცნობადობის ამაღლება და სწორი მესიჯის გაგზავნა ბუნების სასიცოცხლო ციკლის შესახებ. მოგეხსენებათ ნადირობა და ცხოველების დატყვევება ამ ციკლს არღვევს და შედეგად ბევრი მათგანი გადაშენების პირას აღმოჩნდა. დღეს ჩვენი კორესპონდენტები ელენე ტუსკაძე და მარიამ ძიებშიბა დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდიან ზოოლოგიური ცენტრის უსაფრთხოების ზომებზე. მოგესალმებით, გილოცავთ ახალ წელს. დღეს ჩვენ გაგაცნობთ რამდენიმე წესს, რომელიც უნდა დაიცვათ ზოოლოგიური ცენტრში ვიზიტის დროს. ზოოლოგიურ ცენტრში იმყოფებიან ესეთი ცხოველები, რომლებიც ველურ ბუნებაში დამოუკიდებლად ვერ იცხოვრობენ. წესი პირველი, ვოლიერებთან მიახლოება და ცხოველებთან ფიზიკური კონტაქტის დამყარება აკრძალულია. წესი მეორე, ცხოველები გამოყვებით წესების დაცვით. წესი მესამე, ტერიტორიის დანაგვიანება და ხელმძენარეების განადგურება დაუშვებელია. წესი მეოთხე, ნუ ეწოვით ცენტრს არაფრისგან მდგომარეობაში. წესი მეხუთე, ტერიტორიაზე არ შემოიტანოთ ასაფეთქებელი და აალებადი ნივთიერებები. ჩვენი რჩევაა, რომ საახალ წელს მოხვიდეთ ზოოლოგიურ ცენტრში. იმედია გაითვალისწინებთ ჩვენს რჩევებს თქვენი და ცხოველების უსაფრთხოებისთვის. რუხი მგელი მთელ სოფლიოში ყველაზე არაპროგნოზირებადი და ტრადიციების მქონე მტაცებელია. მათზე საინტერესო ინფორმაციას ალექსანდრე ქავთარაძე, იოანე ვაშაყმაძე, ელენე ლადარაიშვილი და ლუკა ვაშაყმაძე მოგაცდიან და უფრო ახლოდან გაგაცნობენ ერთ-ერთ დომინანტ ცხოველს. გელი ძაღლისებრთა ოჯახს მიეკუთვნება და ტრადიციული ცხოვრების ცხოვრობს. გლის ხროვა 6-დან 23 წელს შეადგენს. ხროვას სათავეში უდგას ერთი მდედრი და ერთი მამრი, დანარჩენები კი მათი ნაშიერები არიან. გელი სოციალური ცხოველია და თავის ოჯახში რანგებით დიდი დამცველი. გლის ხროვაში ყოველთვის მამრ მგელს უჭირავს დომინანტური ადგილი. თუ რომელიმე მეწყვილე დაიკარგება ან დაიღუპება, მეორე შეითავსებს მის ფუნქციებს. მართველი ადგილისთვის ბრძოლა ყოველთვის აქტუალურია. თითოეულმა მგელმა იცის ხროვაში თავისი ადგილი. გლის ხროვაში ხშირია ეგრეთ წოდებული სოციალური რიტუალები, რომლის დროსაც მთავარმა მგელმა უნდა დაამტკიცოს უპირატესობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეცვლის სხვა მგელი. ხროვის ყველაზე ახალგაზრდა წევრები, რომლებსაც ყველაზე დაბალი რანგი აქვთ, ხშირად ტოვებენ საკუთარ ოჯახებსა და ახალი ხროვის შესაქმნელად მეგობრებს ეძებენ. ასეთი ოგლები, როგორც წესი, ძალიან ახალგაზრდები არიან და ბევრი ხეტიალი უწევს. მოხეტიალე მგელის სილოს გვერდია ავაროს სხვა ხროვის ტერიტორიებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეიძლება უთანხმოება მოუვიდეს ამ ხროვის წევრებთან, რაც შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს მისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გლის ხროვის წევრები ერთმანეთში ხშირად ჭკუებენ და უპატიჟებელი სტუმრის დანახვისას ერთად იკვრებიან და მტესებზიან. ამიტომაა, რომ ელულად მოხეტიალე მგელს მეტი ყურადღება მართებთ. შემოდგომასა და ზამთრის პერიოდებში გლის ხროვა მოხეტიალე ცხოვრებას ეწევა, თუმცა მაინც ინარჩუნებს საკუთარ ტერიტორიებს. მგლები ყნოსი გრძნობენ ამა თუ იმ ხროვის დანიშნულ ტერიტორიას და თავს არიდებს მას. ერთმანეთის ადგილმდებარეობის გარკვევის მეორე მეთოდი ყმუილია. ხროვებს შორის დაპირისპირება მუდმივად ხდება, ამიტომ არასასურველი შეხვედრის თავიდან ასაცილებლად მგლები ხშირად ყმუიან. ყმულს იწყებს ერთი მგელი, ხოლო ხროვის დანარჩენი წევრები მას ყვებიან მომღერალთა გუნდის პრინციპით. ეს იმდენად სასიამოვნოა მგლებისთვის, რომ ეს მათთვის ერთგვარი გამაჯანსაღებელი პროცესია. ზამთრის მიგრაციის დროს მგლების ხროვის ყმუილი მუდმივ ხასიათს ატარებს. ამით ისინი ხვდებიან თუ რომელი ტერიტორიებია დაკავებული. თუ ხროვა მცირერიცხოვანია და სუსტი, ის სიჩუმეს ამჯობინებს და ტყეში მალულად ხეტიალობს, რათა არ გადააწყდეს თავისზე ძლიერ მოწინააღმდეგეს. ამავე მიზეზით ეოლი მგლები, როგორც წესი, თავს იკავებენ ყმულისგან. მგელი ადვილად ადაპტირებადი ცხოველია. მას შეუძლია იკავოს ყველა ფრთის დაჭირასაც მოახერხებს. ზაფხულში მგლის საკვებს წარმოადგენს ჩიტი, ბაყაყი, ხოჭო და ზოგჯერ ხილი. ხშირად მგელი იკვებება ლეშითაც. ნადირობისას მგელი ირჩევს დიდი ზომის ხილს, რათა სრულად დაინაზღავროს დახარჯული ენერგია. ეული მგლის ჩვეულებრივ ცხობს წარმოადგენს მცირე ზომის ირემი ან ცხვარი. ხროვა კი ცდილობს, რაც შეიძლება დიდი ზომის მსხვერპლი მოინადიროს. თუ სანადირო მთელი ხროვა გადის, მათ შეუძლია დაემარცხოს 500 კილოგრამამდე წონის დიდი ცხენი ირემის, რომელიც 10 ჯერ მაინც აღემატება მგლის წონას. ასეთი ნადავლის დაჭერასა და შთანთქმისთვის საჭიროა სიძლიერე, ენერგია, გამედაობა და გუნდური თანადგომა.
როდესაც მგლის ხროვაში შეიგებს მსხვერპლის დაკვალებას, მისი ყველა წევრი წუთი არ ჩდება დანიშნულების ადგილას. ტრიალ მინდორში მგელი მაშინვე შეტევაზე გადადის, ხოლო ტყეში კი ადვილია მსხვერპლთან მიყავა. ნოსვის გამოყენებით მგლების ხროვა უსაფრთხოება მსხვერპლს და ალყაში აქცევს მას. მგლები ჩვეულებრივ არ ერჩიან დიდი ზომისას დასრულ და ჯანმრთელ ცხოველებს. მგლის ძირითადი ნაწილი ნადავლად ირჩევს ძალიან ახალგაზრდა და ძალიან ბებერ სუსტ ავადმყოფ ცხოველს. მგლების ნადირობას დაკვირვებისას ჩანს, რომ მგელი ყოველთვის თავს ესხმის ჩამორჩენილ ცხოველს, რათა მარტივად მოიპოვოს საკვები, მაგრამ ყოველთვის შედეგიანი არ არის ნადირობა. მგლის შანსები ნადირობისას გაცილებით მაღალია გუნდური მოქმედების დროს. ამ დროს 2 ან 3 მგელი ჩასაფრებულია, ხოლო დანარჩენი მგლები თავს ესხმის მსხვერპლის ჯოგს. პანიკას შაგდებენ და მაგისაკენ იტყუებენ. პირველი საკვებს მიირთმევს ხროვის ლიდერი. იგი ნაკუწებად აქცევს მას, რის გამოც მთლიანად სიცხეში ისვრება. ხოლო ამის შემდეგ გაქვს სხვა მგლებს ჭამის უფლება. თუ ნოყიარის ადილის შემდეგ კიდევ არ ჩათ საკვები, მას მიწაში ფლობენ მოვალისათვის, ან უბრალოდ თავს არებებენ. სადილის შემდეგ მგელი უახლოეს ჭაოზე პირს იბარს. შემდეგ იძინებს. გაღუწებული ისე იწყებს საკვებზე სრუნავს. თუ ხროვაში ამ პერიოდისთვის არსებობს დედა მგელი და მისი ლეკვები, თითოეული წევრი ზრუნავს მათ გამოკვებაზე და საჭვით ამარაგებს მათ ბუნაგში. ჩვეულებრივ მგელი მიირთმევს 10 კილოგრამდე ხორცს ეს ჭამაზე. ხშირად ნადავლის ბეწვას და ტყავსაც მიირთმევს. ზოგჯერ რამოდენიმე დღეს შეერი დაწოდის, რადგან ნადირობის პროცესი საკმაოდ რთული და ხშირად უშედეგოა. მგელს ნადირობის დასწავლა სჭირდება. თუ კი 3 თვის ასაკამდე დედა და მამა მგელმა ლეკვს ნადირობა არ ასწავლა, მან შესაძლოა ვერასდროს ინადიროს. თითოეულ ხროვას ნადირობის საკუთარი მეთოდი აქვს. ეს ჯგუფური მოქმედებაა, სადაც ყველა მონაწილეს თავისი როლი აქვს. ამიტომ ძნელია ადამიანმა მგელს ნადირობა ასწავლოს, რადგან ეს ართულებს ბუნებაში მათ დაბრუნების პროცესსაც. ადამიანის ცნობიერებაში მგელი ბოროტმოქმედია, თუმცა რეალურად ის ჩვეულებრივი ცხოველია, რომელიც გადარჩენას და საკვების მოპოვებას ცდილობს. თუ კი ბუნებაში არ არის საკმარისი რაოდენობის საკვები და მგელი ტყეში უპატრონოდ მიშებულ საქონელს ნახავს, ის რა თქმა უნდა მის მოპოვებას ეცდება. სწორედ აქედან იწყება ის კონფლიქტი, რაც საქართველოში საკმაოდ მძაფრად იგრძნობა. პერიოდულად გაისმის ხოლმე მგლის განადგურების მოწოდება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამას და რა მიმართულებით განვითარდება ეკოსისტემა ბალანსის დარღვევის შემთხვევაში. ტყეების გაჩეხვა, უკანონო ნადირობამ და დატყვევებამ ეს ცხოველები გადაშენების პირას მიიყვანა. გია ცერცვაძე, დანიელ მურადოვი და გიორგი მიხანაშვილი მურადათვებზე ძალიან საინტერესო ფაქტებს გაგვაცნობენ. საქართველოში გავრცელებულია კავკასიური მურა დათვი. ისინი მთიან რეგიონებში ცხოვრობენ. ძირითადად ირჩევენ ტყიან ზონებს, ალპურ მდელოებს და ჭაობიან ტერიტორიებს, სადაც საკვების და თავშესაფრის მოპოვება ემართებათ. ზოგჯერ სახლდებიან მდინარეების და ნაკადულების მახლობლად. ზამთარში მურა დათვები მაღალმთიან ტერიტორიებს ტოვებენ და შედარებით თბილ ხეობებსა და ტყეებში პოულობენ საცხოვრებელს. მაგალითად გამოქვაბულებში, ხის ფუღუროებში ან მიწის ბუნებრივ ორმოებში. დათვები მარტოსულ ცხოველებად ითვლებიან და იშვიათად შედიან ჯგუფებში. გარდა დედებისა, რომლებსაც ბელებთან ერთად უხდება ცხოვრება. თითოეულ დათვს აქვს საკუთარი ტერიტორია, რომლის დაცვასაც მარტო ცდილობენ. მართალია, დათვი მტაცებელია, მაგრამ სხვა მტაცებლებისგან განსხვავებით ყველაზე ნაკლებად ჭამს ხორცს. ძირითადად მცენარეებით იკვებება. დათვი დღის პირველ ნახევარში და შუაღამეს ნადირობს. დიდი ზომის მიუხედავად სწრაფად და ძლიერად მოძრაობს. საკვების მოსაპოვებლად ყნოსში და სმერის უნარს იყენებს. მურა დათვი უმეტესად მარტო ნადირობს. დათვი აქტიურად დღისით და თითქმის მთელ დღეს საკვების ძებნას უთხოვს. სიარულისას დროდადრო ჩერდება. უკან თათეზე ჯრება და ცდილობს სუნით ნაკვალევი აღმოაჩინოს. იგი გადაადგილდება 4-ვე კიდურით. თუმცა საფრთხის შემთხვევაში ჩქარის სირბილით შეუძლია. დათვების შედარებით პატარა სახეობები კი კარგი მცოცავები არიან. მათ ხშირად ნახავთ ხეზე ასულს და იქ დაძინებულს. დათვი კარგი მცურავია. ზამთრის განმავლობაში დათვის ტემპერატურა და პულსი არ ეცემა. როგორც ეს სხვა ზამთარში მცირე ცხოველებში ხდება. ამიტომ მას თბილ ამინდში თავისუფლად ჩაოლია ბუნაგიდან გამოსვლა. როგორც კი პირველი თორი გამოჩნდება, საცხოვრებიდან გამოდის საკვების საძებნად. შემდეგ ისე უბრუნდება ბუნაგს და ძილს აგრძელებს.
ასეთი დიდი დაახლოებით 6 თვეს გრძელდება. გაზაფხულს დათვი განხდარი და დასუსტებული ხდება. დათვი შობს ძალიან პატარა ბელებს, ხშირ შემთხვევაში ორს. ახალშობილები 200-700 გრამს იწონიან და ძალიან გვანან პატარა ვირთხებს. ისინი თვალაუხელიანი, უკბილონი და ბეწვის გარეშე იბადებიან. პატარები რჩებიან დედასთან ბუნაგში და მისი ნოყიერი ძით იკვებებიან. გაზაფხულზე უკვე ბარბაცით გამოდიან ბუნაგიდან და მზეს ეფიცხებიან. დედა დათვი ველებზე ზრუნავს 2-3 წლის განმავლობაში. პატარები დედას მიჰყვებიან და მისგან სწავლობენ საკვების მოპოვებას, საფრთხეების თავიდან აჩლებას და თავდაცვას. ახლა კი დროა გავიცნოთ ცხოველი, რომელიც ქართულ ლიტერატურაში გვხვდება როგორც ყველაზე სუნაგი და ცბიერი არსება. მარია შულაია, ნატალი შეყელაძე, ანისია კლდიაშვილი და ანა ვაშაკიძე მოგითხრობთ როგორია მელიას გაპრებს მიღმა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მტაცებელია, რომელიც ტყეში, მინდვრებში, მთიან და ნახევრად უდაბნოს რეგიონებშიც კი ცხოვრობს. მისი ადაპტაცია საშუალებას აძლევს იცხოვროს ადამიანების სიახლოვესაც. ველურ პირობებში მელია საშუალოდ 3-დან 6 წლამდე ცხოვრობს. დაცულ და კომფორტულ გარემოში მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება 10 წლამდე გაიზარდოს. მელიის გარემოს დაცვითი როლი დიდია. ის არეგულირებს მცირე მტაცებელთა და მავნებელთა პოპულაციებს. მელა როგორც ეკოსისტემის ნაწილი ადამიანებისთვის არაპირდაპირ სარგებელს ქმნის. მელას კვება დამოკიდებულია ეკოლოგიურ ნიშაზე. მისი რაციონი მოიცავს როგორც ცხოველურ, ასევე მცენარეულ საკვებს. ძირითადად მიირთმევს პატარა ძუძუმწოვრებს, თაგვებს, კურდღლებს, ფრინველებს, ქვეწარმავლებს, მწერებს. ასევე სეზონურად მიირთმევს კენკრას, ხილს და თესლის მარცვლებს. და თესლის მარცვლებს. მისი საკვების ძიება ადგილობრივ პირობებზეა დამოკიდებული. იცოდით, რომ მელა ძალიან ცნობის მოყვარეა. სოფლის ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელია. უყვარს ბურთებით ან სფერული საგნებით თამაში. მათი უახლოესი ნათესაობის, გამგლებისა და ძაღლებისგან განსხვავებით, მელა მარტოხელა ცხოვრების წესით ცხოვრობს. მელას ისეთი ყნოსვა აქვს, რომ თოვლის საფარქვეში 1 მეტრის სიღრმეზე გრძნობს თაგვის სუნს. მელა შეუძლია გაუჩერებლად იბინოს მთელი ღამის განმავლობაში. არქტიკულ მელას შეუძლია გაუძლოს ულტრადაბალ ტემპერატურას -70 გრადუსს. მელას შეუძლია დაახლოებით 40 სხვადასხვა ბგერის გამოცემა. მელია შვილები ბუნების საოცარი ნაწილია, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე ავლენენ გონიერებას, სიფხიზრეს და ცნობის მოყვარეობას. მელა საშუალოდ 3-6 ნაშიერს შობს ერთ თაობაში. ისინი დაბადების მომენტში ბრმადა და უცველები არიან და მთლიან დედაზე არიან დამოკიდებული. პატარა მელები, რომლებსაც ლეკვებს უწოდებენ, ცხოვრობენ სოროში. ისინი სწრაფად იზრდებიან და რამდენიმე კვირაში იწყებენ გარე სამყაროს გაცნობას. დედა მელიას დიდი როლი აკისრია მათ აღზრდაში. იგი მათ ასწავლთ ნადირობას, საფრთხეებისგან თავის დაღწევას და დამოუკიდებლად ცხოვრებას. პატარა მელები ბუნებით ენერგიულები არიან. ისინი თამაშისას სწავლობენ ისეთ უნარებს, რომელიც მომავალში გადარჩენისათვის დასჭირდება. დაახლოებით 6 თვეში ისინი დამოუკიდებლები ხდებიან და იწყებენ საკუთარ ტერიტორიაზე ცხოვრებას. გაინტერესებთ, რა სარგებელი მოაქვს მელას ეკოსისტემისთვის? მისი არსებობა მნიშვნელოვანია ბუნებისთვის. მელა იკვებება მღრღნელებით, რომლებიც ფერმებსა და ბაღებს აზიანებენ. ხშირად შეექცევა ლეშს, სამით ასუფთავებს გარემოს და ამცირებს სხვადასხვა დაავადებების გავრცელების რისკს. ქცევა და ადაპტაციის უნარი საინტერესოა ბიოლოგებისა და ეკოლოგებისთვის. მასზე დაკვირვება ხელს უწყობს ბუნების უკეთ შესწავლას. მათ არ აქვთ ნდობა ადამიანების. ისინი ხშირად შიმშილით, უამრავი დაავადებებით ან სიცივით იღუპებიან. უფრო დეტალურ ინფორმაციას მიუსაფარი ძაღლების შესახებ ელისაბედ მსხვილაძე და ანასტასია ალანია მოგვაწვდიან.
ჩვენ მოგცემთ რამდენიმე რჩევას თუ როგორ მოვიქცეთ მიუსაბა ძაღლებთან. პირველი ურთიერთობისას შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დისტანცია. საკვები და სასმელი არ მიაწოდოთ ხელით, უმჯობესია დაუტოვოთ სპეციალურ ჭურჭელში. არ გამოხატოთ აგრესია, ქვების ზოლა, მათში ეს ქცევა შის და გაღიზიანების გამოიწვია. თუ ხედავთ, რომ ძაღლზე არწოდოთ ზრუნავენ ან საჭიროებენ დახმარებას, ცხოველთა თავშესაფარს მიმართეთ. იცით, როდის ამიუსაბარ ძაღლი საშიში, როდესაც ადამიანი ხმარობს, იმუქლება ან კვეთ მოძრავებს აკეთებს. თუ ძაღლი მეტუწურია და ცდილობს ლეკვების დაცვას, ჯაწე გავრთნილი ძაღლები ყველაზე აგრესიულები არიან. როდესაც ცობი ან სხვა სერიოზული დაავადებები აქვს. მიუსაფარი ძაღლები არა მხოლოდ პრობლემას წარმოადგენენ, არამედ შესაძლებლობასაც გავხადოთ ისინი საზოგადოების სითბოს ზრუნვის ნაწილი. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ ღირსეული ცხოვრების დაბრუნებაში. ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. შეგახსენებთ, ჩვენ შეგვიძლია დავნერგოთ ზრუნვის კულტურა და გავხადოთ ეს სამყარო უკეთესი ადგილი ყველა ცოცხალი არსებისთვის.